განვიხილოთ რისთვის გამოიყენება სხვადასხვა პრეპარატები. დღეს განვიხილოთ ეფექტიფლუს, რომელიც გახლავთ გაციების საწინააღმდეგო პრეპარატი. ეფექტიფლუ შეიცავს პარაცეტამოლს, ფენილეფრინს და ქლორფენამინს. მოიყენება გაციების დროს, განსაკუთრებით ზედასასუნთქი გზების ინფექციურ ანთებითი დაავადებების დროს, ასევე ზომიერად და სუსტად გამოხატული ტკივილის დროს, თავის ტკივილის, ყელის ტკივილის და ასე შემდეგ. და ასევე ნაჩვენებია იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს ზედასასუნთქი გზების ალერგიული რეაქციები, როგორც შეიძლება იყოს რინიტი, ცემინება და ასე შემდეგ. 12 წლის ზევით ადამიანებში ინიშნება თითოავი დღეში 3ჯერ, რაც შეეხება 12 წლის ქვევით ბავშვებს შეგვიძლია ანოტაციაში წერია რომ შეგიძლიათ მისცეთ ბავშვებს, თუმცა მე მაინც გირჩევთ რომ გაიაროთ კონსულტაცია აუცილებლად პედიატრთან. ორსულობის დალაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული მისი მიღება. რაც შეეხება უკუჩვენებებს, უკუნაჩვენებია იმ შემთხვევაში თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა რომელიმე შემავალ კომპონენტზე, ასევე თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დისფუნქცია, არტერიული ჰიპერტენზია ან გულის იშემიური დაავადებები, ასევე პროსტატის ჰიპერტროფია არის უკუჩვენება და ჰიპერთირეოზი. მეგობრებო, არ დაგაუწყეთ, რომ ეს არის ზედაპირული ინფორმაცია და არც ერთი პრეპარატის მიღება თვითნებურად არ არის რეკომენდებული. აუცილებლად დამიწერეთ, რომელი პრეპარატი გინდათ რომ განვიხილოს შემდეგ ვიდეოში. არ დაგაუწყეთ ვიდეოს დალაიქება და ჩემი არხის გამოწერა. დროებით.